დიდი მადლობა ბენც. გამარჯობა მოგესალმებით ანუ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. მოკლედ რა სეზონი დაიწყო, რა თემები, რა სიახლეები, იმდენი ცენტრალური თემა აღარც ვიცი რომლით დავიწყო, რომლით. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სანქცირებულ ადამიანთა მორიგი სია, რომელშიც მოხდა ქართული ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეც არის. მიზეზსაც გეტყვით ახლა რატო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის. აი ეგრევე ივანიშვილი გამახსენდა. აი ეგრევე ივანიშვილი. აი ბატონი ბიძინა ახლა იქნება გაგიჟებული. გადარეული იქნება ეს კაცი, ეს ფარცხალაძე დაინათესავა, ნათელ მირონები არიან, თურმე რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. ვაიმე როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ახლა ეს ღვთისგან ნაჩუქარი კაცი. აი როგორ უხერხულ მდგომარეობაში. აი როგორ ყველა ატყუებს აი ამ ერთ პატიოსან კაცს, აი ეს იგი არავის არ უნდა ედო რა ცხოვრებაში და მე ასე ვფიქრობ რა. ნახდას ახლა ამ ერთმა კეთილმა ადამიანმა, ბატონმა ბიძინამ. ესე იგი ბიძინა იძულებულია ახლა ითანამშრომლოს ფარცხალაძესთან. აბა ზურგს უღარ აქცევს. ნათესავია ბოლო-ბოლო რა ქნას, რა უნდა ქნას. ცუდი ნათესავი ყველას ყოლია და ყველას ყავს და რა ვქნა ხო არ გავაგდებთ რა. ოცნების დეპუტატები გამოლაგდნენ და რა თქმა უნდა დაიწყეს ფარცხალაძის დაცვა. ფრიდონ ინჯია იყო გამორჩეული. რა ქნა ფარცხალაძემ კაცო რით დააზარალა ჩვენი ქვეყანაო. მართალია ბატონო ფრიდონ აბსოლუტურად გეთანხმებით. ადრე რო იყო ერთი ტიპი რო იყო სპარსელებს რო უთხრა ქართველებს მეზარბაზნეები არ ყავთო. რა დააშავა ამით ახლა? სიმართლე უთხრა. იმიტომ რომ მართლა არ ყავდა. ჩვენ ავდექი და მოღალატე ვეძახეთ ამ კაცს. ასე არ უყვართ საქართველოში სიმართლის მთქმელი ადამიანები, განსაკუთრებით მაშინ როცა მტერს ეუნებიან ჩვენზე სიმართლეს. არ უყვართ ესეთი ადამიანები. რა უგულოერი ვართ, რა ვართ ამისთან. ფარცხალაძის დამცველებს შორის გამოირჩეოდა ერთ-ერთი დეპუტატი, მოისმინეთ ფრაზა, ესეთი თქვა, ამ ხელმოცარულებსო, რადიკალებსო პირადი მტრობა აქვთო ბატონ ფარცხალაძესთანო. ფარცხალაძე მაგარი კაციაო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეცდომაშია შეყვანილიო ამერიკაო. განაცხადა მთელი ცხოვრება სიმართლის გზაზე მდგომა ირაკლის არქუამ. ფარცხალაძე მაგარი კაციაო. აი ხანდახან მგონია რომ ამ დროს ადამიანი ვაზელინს აღარ ისვამს. უკვე იმ დონეზეა რომ აი ასეთ განცხადებას რო აკეთებს თვითონ ორგანიზმი გამოყოფს ავტომატურად. ვაზელის იმუნიტეტია რა გამომუშავებული. ოცნების წევრები ჩოულ სტილში აპრავებენ ფარცხალაძეს, მაგრამ უცნაურია რომ სულ სხვადასხვა სიტყვებით დაიცვა ყველა ქოცმა ყოფილი გენერალური პროკურორი. ანუ მესიჯ ბოქსი არ მისდით, ისეთი პანიკა აქვთ რა, მესიჯ ბოქსიც კი არ მისდით და ექსპრომტად გაправების რეჟიმზე არიან გადასულები. არ აგონია ახლა ზარქუას იმეილზე მისვლოდა ფარცხალაძეზე თქვი მაგარი კაციაო. ჩისტა ექსპრომტია მიხვდი აი ვის უნდა მიეწერა ეგ თქვიო. აი რაღაცა თავისი იმპროვიზირებულად წამოუვიდა პირიდან ეს სიტყვები. მოკლედ რუსეთის აგენტი ყავდა გენერალურ პროკურორად, რომელსაც მთელი მთავრობა და სახელმწიფო იცავს ყველანაირი ლოგიკით, მარტო ფარცხალაძე კი არა, მთელი მთავრობაა გამოტენილი რუსეთის აგენტებით. ქვეყანას რუსეთი მართავს, მაგრამ ჩვენი აღშფოთება მაინც იქამდე დადის, თუ როგორ არ უხდება ქართულ პოლიტიკას ლევან ხაბეიშვილი. ენები მაინც იცოდეს რა, ენები მაინც იცოდეს. აქამდე ვართ დასულები. ამერიკის სანქციებს პირველივე დღეს ადეკვატურად გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკი და ასევე კომერციული ბანკები, მაგრამ ჰოი საოცრებაო. მეორე დილით ეროვნულმა ბანკმა ქალბატონ ნათელა თურნავას ხელმძღვანელობით ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ნათელა თურნავამ პირდაპირ ამერიკას დასხო. ქალბატონო ნათელა თურნავა დროა უკვე სხვანაირად მოგიხსენიოთ. ნათელა სინათლე რუსულად სვეტ. ანუ ნათელა თურნავა დღეიდან იქნება სვეტლანა თურნავა.
ეროვნული ბანკი, რომელზეც მთელი ქვეყნის ეკონომიკა კიდია, ახლა ფაქტიურად ცარიელია, აღარავინ მუშაობს, ყველა წავიდა. ბოლოს დამლაგებელმაც დაყარა ცოცხი და აქანდაზი და კარებში გასვლისას მიაძახა დააქციეს ქვეყნის ფულადი საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა ამ მოსაწყვეტებმა ვამატნა. ისიც კი მიხვდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეები გადადგნენ, მისასალმებელი ამბავია, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს. ხალხი ნელ-ნელა უკვე გონს მოდის. იმ დღესვე ჩაინიშნა ოპოზიციის აქცია პარლამენტთან 7 საათზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა. მეორე აქცია ჩაინიშნა 5 საათზე ნიკა მელიამ ეროვნულ ბანკთან. ჩანიშნა ის ლელოს აქციას შეუერთდა. ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება, ერთადერთი ახლა საპროტესტო აქციები იქნება დავამთხიოთ ერთმანეთს და ეგ არის. ისე ორი აქციაც არ მგონია პრობლემა. პარლამენტის წინ უნდა ავაგოთ, მე ესე ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეა მაქვს, პარლამენტის წინ უნდა ავაგოთ დიდი გიფსოკარდონის კედელი და უნდა გადავტიხროთ. ხო და მარცხენა მხარეს მელიას ჩაატარებს აქციას, მარჯვენა მხარეს ხაბეიშვილი. მთავარი აქცია იყოს, მიხვდით, აქცია იყოს, რაღაცა მოძრაობა იყოს. აი ხედავთ, აი რამხელა პლუსი აქვს ნაციონალური მოძრაობის არჩევას. ლევან ხაბეიშვილი რომ მოიგებს 2024 წლის არჩევნებს, გამოვა და იტყვის, აი ახლა ვიწყებ ქვეყნის აყვავებასო. ნიკა მელია დაასწრებს და 2 საათით ადრე აყვავებს ქვეყანას. აი შიდა კონკურენცია კარგია, მიხვდით რა შეა საქმე. აქციის პარალელურად პარლამენტში იყო დიდი გაწევ-გამოწევა, იქეთ თეატრულუკიანი მორთეს ულამაზესი პლაკატით, აქეთ ვაშაძე და ზარქუა ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, იქეთ ყაველაშვილი, მდინარაძე და ელისაშვილი შეხმატკბილებულად ჩხუბობდნენ, მაგრამ ყველაზე გამორჩეულად დამამახსოვრდა დაპირისპირება ანი წითლიძის და გურამ მაჭარაშვილის შორის. მოდით ეს ვიდეო ვნახოთ. არა ამერიკის აგენტებს. არა ამერიკის აგენტებს. არა ამერიკის აგენტებს. შეხარ რუსი ჯაშიში. არა ამერიკის აგენტებს. არა რუს ჯაშუშებსო წითლიძე და მიუბრუნდა მაჭარაშვილი და არა ამერიკის აგენტებსო. ანუ კაცმა 2 წამში აღიარა რუსი ჯაშუში ვარო. ანუ არა ამერიკის აგენტებს. ანუ მე თუ ჯაშუში, მე თუ რუსი ჯაშუში, შენ ამერიკის ჯაშუში ხარო. ანუ შეურაცხყოფა მიაყენა წითლიძეს, ხვდები? გაანადგურა გოგო. სულ ამერიკელი აგენტი ეძახა. ძალიან სასტიკები არიან ეს რუსები. ხო. ამარეულობას რო ხედავდი ეგრევე გამახსენდა ორშაბათს სუსის მიერ გამართული ბრიფინგი, რომელზეც მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას გეგმავს. აი თუ არ ყოფილა მართალი. აი ასეთი ზუსტი წინასწარმეტყველება ბოლო პერიოდია არსად მომისმენია. წინასწარმეტყველება უფრო ვიდრე ინფორმაცია ოქტომბერ-დეკემბერში. იგეგმება არეულობა. არც ზუსტი თარიღი, არც ზუსტი თვე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ხართ და ასეთ განცხადებას აკეთებთ, რა ვიცი. ოქტომბერი თუ არა, დეკემბერი, ესე რო გეთქვათ, ჯობია. ოქტომბერში, დეკემბერი, დეკემბერი თუ არა, იანვარს არ გასცდება. ანუ, აი, სუსი რო ესეთ განცხადებებს აკეთებს, ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ისეთი პროტესტი მოყვა ოპოზიციიდან და ხალხიდან მათ ნაბიჯებს, რომ იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა მიემართა პრეზიდენტისთვის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით. ესე იგი, იმდენი ხანია რუსეთის მოქალაქეა ადამიანი და იუსტიციის სამინისტრო ახლა გაიგო თურმე რომ რუსეთის მოქალაქეა და მიმართა პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტაზე. ხედავთ, აი ამ წამს გაიგო იუსტიციის სამინისტრო. გუში გაიგო, არ იცოდა, რა იცნოდა. ნოდარ მელაძეს არ უყურებენ ეგერი და. საიდან გაიგებდნენ 5 თვის ადრე თქვა ნოდარი. მაგრამ რა არის იცი რუსეთის აგენტი რომ არის ჯერ იუსტიციის სამინისტროს არ ვეუბნებით. თორე ეგ თუ გაიგეს, შეიძლება დაიჭირონ ფარცხალაძე ზედმიაყოლონ შოთაძე, რომელიც ფარცხალაძის კადრია და შეიძლება ბიძინას კვალზეც გავიდნენ. მაგიტო არ ვეუნებით იუსტიციის სამინისტროს. იმიტომ რომ არეულობა არ გვინდა ქვეყანაში. ეს ხელდასამუდაოდ ხო უნდა დალაგდეს ეს დალოცვილი ქვეყანა რა. მოკლედ როგორღაც გადავაგოროთ ის დღე და მეორე დღეს, ანუ გუშინ დილით ხდება მორიგის სიურპრიზი, ახლა უკვე საჯარო რეესტრიდან. მთელი დღის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძე მთელი თავისი ქონება 12 უძრავი ქონება და კომპანია გადაუფორმა შვილს. გადაფორმებული ქონებიდან ერთი განსაკუთრებულად საინტერესოა, მოდით ეს ვნახოთ. ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესიაც გადაუფორმა. ეს ქონების გადამალვა გამიგია და ეკლესიის გადამალვა ეგეთი რაღაც მე პირველად მისვის.
ამაზე მეტი სიგიჟე რა უნდა მოხდეს კაცმა უფლის სახლი გადამალა აი ეგეთი არ მსმენია საერთოდ ისე რამაგრად მოატყუა ამერიკის სპეცსამსახურები ფარცხალაძე ხვდები დადიან ეს ამერიკელები გაოგნებულები კაცო სად გაქრა ეს ფარცხალაძის ამდენი ქონებაო რა ამას მოფიქრება ხო უნდა რა ამას მოფიქრება არ უნდა და ამას შვილის სახელზე გადააფორმა ყველაფერი თან უბრალოდ კი არა დაჩქარებული წესით აი ეს მაგარი ჩაუტარეს ამერიკას აი ესეთი მიგდებ რანაირად უცბად აი გააქრო რა ისინი ისე გაუგნებულები დადიან ეს ამერიკელები საცა იყოს ეს ამდენი ქონება ხდები რა ანუ მართლა ჭკვიანი ხალხია მოსული რა ხელისუფლებაში ოთარ არგიშვილის ეს გადაფორმებები და პრიმიტიული ხრიკები აზრი არა აქვს დანებდი ოთარ სიყვარულს და სანქციებს ვერ გაექცები და ვერ დაემალები ისე როგორ ბოლომდე გვერდში უდგას ქართული ოცნება ოთარს მეტი რა ქნას ქართულმა სახელმწიფომაც რა გააკეთოს მეტი რაში დაეხმაროს ფარცხალაძეს ეს სანქციები ხო მოუხსნა ამის პარალელურად 12 უძრავი ქონება შვილზე გაფორმებაში ხო დაეხმარა შვილზე გაფორმებაში ეგ კი არა დილით კისერი ამოუპარსეს და წვერი გაპარსეს რომ შემთხვევით ჟურნალისტები რომ მოვიდნენ კარგად რომ გამოიყურებოდეო ანუ ისე ემსახურებიან ბატონ ოთარს მოდი სხვა თემებზეც მიმოვიხილოთ კახი შენ თუ ფიქრობ რომ დამოვიწყდი ძალიან ცდები ადრე ამას ამბროლაურის მერზე ვამბობდი, მაგრამ ეხლა უკვე შენზე გადმოვერთო ეს ყველაფერი. ნოდარ მელაძის შაბათში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია თუ სად და რომელ რიცხვებში დაფრინავდა სამთავრობო თვითმფრინავი. ეგრეთ წოდებული ბორტი ნომერი 1. აღმოჩნდა რომ ღარიბაშვილის გარდა ირაკლი არ ჩვენ არ მოვიწყდები, პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავს იყენებდა თბილისის მერი. მაგალითად, კალაზე სამთავრობო ბორტით 1 იანვარი შვეიცარიაში ჩაფრინდა. კახი თქვა რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო და იყო გამოწვეულიო და მაგიტო ჩავედიო, მაგიტო იფრინაო. 1 იანვარს ქონდა გადაუდებელი შეხვედრები თურმე. ეს შეხვედრები ბაკურიაში შეეძლო ჩაეტარებინა, მაგრამ გადაუდებელი შეხვედრებისთვის ალპები უფრო საჭირო გარემოა. თან გადაუდებელი შეხვედრები რომ დაეშვები თხილამურებით რომელიღაცა მთიდან სულ სხვა სიამოვნება არის აი ამ გადაუდებელი შეხვედრებზე. ერთ-ერთი ფრენისას ფიქსირდება რომ პარიზში მიფრინავდნენ, მაგრამ გზად გადაიფიქრეს და მილანისკენ წავიდნენ და მილანში დაჯდნენ. ანუ პიცა მოუნდათ ალბათ და იქ დასხდნენ რა უცბად რა. ესე იგი თან მარტო არ დაფრინავენ. მეგობრები, მეგობრის ცოლები, ცოლის დაქალები. აი როგორც ირკვევა სამთავრობო თვითმფრინავი კახი კალაძეს ქონია იმენა გაგდებული. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. აი რო იტყვია რომ აი გაგდებული აქო რა. აი სოფელში მეზობელს ვილისი რო ყავს, ხო ისი დანგრეული და მთელი დღე რო დააჯლაგუნებს წედაღრე, აი ესე ქონია კალაძეს გაგდებული ბორტი ნომერი 1. დაგრიალებს კურორტებზე, თან მარტო კი არა, სასტავთან ერთად. აი ფაქტიურად ტიპებს ქვეყანა აქვს ლაჯებ ქვეშ ამოდებული. ჯერ ხო ქვეყნის ჭამით სტომაქები ამოივსეს და ახლა სამთავრობო თვითმფრინავით კატაობენ. აი რო კატაობენ ხოლმე ხო იცი რომ დათრებიან რომ აი კარგად აქვს და ესე იზილავეს ყველაფერს ერთმანეთში. სამთავრობო თვითმფრინავით იმყოფებოდა დუბაიში ერთი კვირით, თან იქ ელოდებოდა ბორტი ნომერი 1 7 დღე. ჯერ დალოდება 1 დღე რაღირს და 7 დღე ელოდებოდა. ესეც გადაუდებელი აუცილებლობა ყოფილა დუბაიში ჩასვლა. მოდი პირდაპირ ვთქვათ კახი რომ გადაუდებელი ზაგარი იყო საჭირო და თავის გადაუდებელი შოპინგი და მაგიტო ჩახვედი, მაგრამ ისეთი დანაშაულის ნიშნებია რომ ალბათ გადაუდებელი სასამართლოების დროც მოვა. ტარიელა პაპა ორივეს მოგიტანთ პერედაჩებს. იმას ფულის მეტი რა აქვს. რამდენიმე დღის წინ ვანო შოუში სტუმრად ყავდა რომან გოცილიძე. იქ კულისებში მე და ბატონ რომანი საუბრობდით იმაზე რომ აი ახლა ამდენ რუსს იმიტომ უშვებენ მეთქი ქვეყანაში ვეუბნებოდი რომანს რომ მოქალაქეობას მისცემენ მეთქი და არჩევნებზე გამოიყენებენ თქო. ბატონმა რომანმა მითხრა მაგასო ვერ გაბედავენო. მოდით ნახოთ შემდეგი ინფორმაცია. ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა მცირდება. ხო, ვერ გაბედავენ. აი ეს ფრაზა მიყვარს ყველაზე მეტად. ვერ გაბედავენ.
ვერ გაბედავენ კი არა, თქვენ კიდევ არ იცით რამდენს გაბედავენ, იმიტომ რომ ამათ ხმის გამცემი არავის ყავდა. გაბედავენ კი არა, თავზე აქვთ ბოლომდე გადაბედილი. ვერ ახედავთ რა დღეში ვართ. პირდაპირ რუსებს სვავენ ახლა იმას საარჩევნო სიებში. გილოცავთ მეგობრებო 2024 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე უნიკალური ქვეყანა, სადაც საარჩევნო სიებში ადამიანებთან ერთად იქნებიან მკვდარი სულები და ახლა უკვე ღორები. მონოლოგის ბოლოს ისევ მინდა დაუბრუნდე ფარცხალაძის თემას. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ლარი კატასტროფულად განაგრძობს გაუფასურებას. ზუსტად ერთი კაცის გამო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ერთი კაცის გამო, ერთი რუსეთის აგენტის გამო სესხი გამიძვირდა ბანკში. სესხი მაქვს დოლარში. დარწმუნებულად ყველას გაქვს სესხი, ხო და ფარცხალაძე რომ გადარჩეს, ამის გამო მეტი ფული უნდა შევიტანო მე ბანკში. ფასები უნდა გაიზარდოს პროდუქტებს. ანუ ჩვენ უფრო უნდა გავღარიბდეთ ფარცხალაძე რომ უფრო მდიდარი დარჩეს. მიხვდით? ხვდებით ხო? ანუ ამის გამო ჩვენ უნდა გავღარიბდეთ რომ ის კაცი მდიდარი დარჩეს. ახლა სპეციალურად გავაკეთე ეს პაუზა, რა სიტყვების მოგადგებათ პირზე ძვირფასო ტელემაყურებელო, ეს სიტყვები რომ დაიყვიროთ, ბოლო ხმაზე იყვირეთ, ბოლო ხმაზე. დრო მოგეცით, რომ ემოციურად დაცლილიყავით, მიხვდით, ემოციურად. ვისაც დოლარში გაქვთ სესხი, ხო, არ მოგერიდოთ, გამოუშვით ის რამდენიმე სართულიანი ემოცია, რომელიც ახლა გადგათ პირზე. გამოუშვით, დაიცალეთ ბოლომდე, განიტვირთეთ, უფრო რა ვიცი, სხვანაირად როგორ აგიხსნათ. მიდით, შეუბერეთ, იგინეთ რამდენიც გინდათ, რა ვიცი. მე დრო მაქვს, შეგიძლია დღე თელი დღე იგინოთ. ხვალას თუ გადაყობათ, კარგია, გარეთ თუ გამოხართ, თლათ უკეთესი. თლათ უკეთესი. მაგრამ სახლიდან იგინეთ არ ვჩივი არაფერს. მე კი გამიძვირდა სესხი და გამაღარიბეს და დავქნა. დიდი მადლობა. დავუყარეთ თამუნა. ჩვენ შოუს მუსიკას აფორმებს ბენდი თამუნა ლეკრეშის ცენტრალურ ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. პირველ სტუმრად მოვიწვიეთ მებრძოლი უკრაინიდან ბატონი კობა ხაბაზი და მეორე სტუმრად მოვიწვიეთ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი. მინდა შეგახსოვდეთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა დაეხმაროს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმებაში. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა მაღალი დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. აგრეთვე გადაცემის პარტნიორია Voice G. ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა, შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice G, აქციე ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების ჩინოვნიკის ცოლის დაქალების პოეზია. ნახოთ. სკანდალი ნახეს ამაში. ღარიბი ხალხის ფული გვეყოფა კრუასანში და დილის ყავაში? აი რანაირად. არანაირად. ვერანაირად. აი რა. ამერიკაში რომ გავემგზავრეთ, უკან დავტოვეთ გზები მტრიანი. ყველა მამაო გზას გვილოცავდა უკელაპტრიანი. ვგულავთ რადგან დავიმსახურეთ. ჩვენ ჩინოვნიკის ცოლის ზურგი ვართ. ვიღაც კი არ ვართ ქუჩის კუკლები. ცია, თათო და თამოუკივართ. Ясни, აბა რა. გზაში მგზავრობით ტაღლილობისას. დიადი აზრი გამოიჩეკა. ქვეყანას მართავ, ხელი გაუშვი, ვითომ თავისით გადაიჩეხა. ჩვენი ჩარტერი უკვე დაეშვა. ცაში დავტოვეთ ღრუბელნისლები. ხალხის ფულებით რა გვიყიდეო? გველოდებიან ძლები, ქვისლები. ცივნი ავსაც რომ აღარ მაკარებს. კარს მიღებს მძღოლი ჩემი ქმარისა. სასიამოვნო გვიმარჯოს. აუ მართლა რა გვიმარჯოს, აი უეჭველი. აუ რატო არა? გვიმარჯოს ყოველთვის თარ. ვაგრძელებთ გადაცემას სუსის ანალიტიკური სამსახური
გაგვაცნობს ოპოზიციის მზაკვრული გეგმების შესახებ. ნახოთ ვიდეო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ვიდეო რგოლს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაგაცნობთ ოპოზიციის სამომავლო გეგმებს. ლევან ხაბეიშვილი მაის-ივნისში აპირებს ახალ ჩასმული კბილების ალესვას და ქართველი ხალხის დაკბენას რუსთაველის მოედანზე შუა დღის 3 საათზე. უტყუარი ინფორმაციით ოპოზიცია ცდილობს ამერიკაში ღარიბაშვილის ბიჭი უფრო ძვირიან უნივერსიტეტში გადაიყვანოს, რათა მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ ბიუჯეტის ჭამაზე. ინტერნეტში მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, გაშიფრულია ოპოზიციური პორტალები, სადაც ეს შაუბნელი ძალები ღმერთს ეხვეწებიან, რომ მეტეორი გვესროლოს, რათა ამ ქვეყანაში პანიკა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. კიდევ კარგი, რომ ღმერთი ამათ არ უსმენს. რომან გოცირიძე ოქტომბერ-დეკემბერში აპირებს ულვაშის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს მოპარსვას, ადოლფ ჰიტლერის სტილში დატოვებას და უდანაშაულო ადამიანების დახვრეტას. სუსის საინფორმაციო ვიდეოს სპონსორია რუსული ავიაკომპანია აზიმუტი. აზიმუტი იფრინე მოსკოვებში. ვაგრძელებთ ოპოზიციის მზაკვრული გეგმის გაშიფრებას. ნაციონალური მოძრაობის აქციები გაიმართება ყოველდღე საღამოს 8 საათზე თბილისის დროით. შესაბამისად, ყოველდღე გაიმართება სხვა აქციები 2 საათით ადრე, 6 საათზე ნიკა მელიას დროით. მამუკა ხაზარაძე აპრილ-მაისში გეგმავს გიტარის ჩასადებში იარაღების ჩადებას და ხალხმრავალ აქციაზე პოლიციელების მიმართულებით ცეცხლის გახსნას, როგორც ანტონიო ბანდერასი აკეთებს ცნობილ ფილმში. ოპოზიცია აპირებს წითელ ხიდთან აზერბაიჯანელების დასანახად გამოფინოს წარწერა ყარაბაღი საქართველოა, რათა აზერბაიჯანთან მაინც გამოუვიდეთ ომის დაწყება. უტყუარი ინფორმაციით კობასუბელიანი იანვარ-აგვისტოში დაბრუნდება საქართველოში და პარლამენტის ეზოში ტრაილერით შევარდება. დღეისათვის სულ ეს იყო სუსის საინფორმაციო სამსახური დროებით კემშვიდობებად და გპირდებით, რომ მალე დაგიბრუნდებით და კვლავ მოგიყვებით რადიკალი ოპოზიციის მზაკვრული გეგმების შესახებ. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა დაეხმაროს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმებაში. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა მაღალი დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია Voice-G. ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომობილსთვის. Voice-G აქცია ტექსტი აუდიო ჩანაწერად. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ჩვენი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს. ვაგრძელებთ გადაცემას, მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ჰიტი, რომელსაც დავარქვით შაური შენ, შაური მე. აქვე შეგახსენეთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობთ. სირბასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი ყობა ხაბაზი. ყობა, ესე იგი ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი გადაცემისთვისაც მოიცალე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ამბებში ხარ და უღრმესი მადლობა რომ მოხვედ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილხარ, ხო, რამდენი წელია? ესეთი ის იყო გახსოვთ ადრე ხუმრობა დენიკინის დროინდელიო, მართლა დენიკინის დროის შემდეგ აღარ ყოფილა მგონი. ძალიან დიდი ხანი არ ყოფილხარ, მაგრამ ხარია აქ რომ ვარ და თქვენთან ერთად ვარ. ხო, ნუ მე პირველი ახლა რაზეც შეგვიძლია ბევრ თემაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ შენი ამბები არის ომის ამბები, რომელიც ახლა ხო ისეთია რა, ახლა ფაქტიურად ბრძოლის ველიდან მოდიხარ. ხო, ახლა ჩამოხვედი რამდენიმე დღით, ხო?
ჯერ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, როდის დავბრუნდები, მაგრამ მთელი გული დასული იქეთ არის ჩემ მეგობრებთან, იმ ბიჭებთან, ვისთანაც ერთად უკრაინაში ვიყავი, ვისთანაც ერთად სანგრებში ვიყავი, ვისთანაც ერთად ვისროდით, ვისთანაც ერთად გვესროდნენ, ვისთანაც ერთად შეტევაზე გადმოვდიოდით, რა ვიცი. ჩემი სული გული მათთან დამიჯერეთ, რომ დენთის ესეთი ტრადიცია არსებობს, ნაღმით ყორცინდა, როცა ისვრი პირველად კვამლი დენთისის ამოდის ზევით სროლის შემდეგ და ესე უნდა მოიქროლო და დენთის სუნი უნდა შეიგრძნო და ვინც დენთის სუნს ერთხელ შედაღუპულია მისი საქმის შემდეგ მთელი სული დაგული იქ სენის ისტორიის ამბავია ხო როგორც მსახიობისთვის და ანუ არტილერისტი ხარ თუ არ ვცდები ხო ცოტა კი მერიდება მაგრამ ამ სიბერეში რომ კაცი არტილერისტი გახდები რაღაც ვერაა შენში ნორმალური დალაგებული ვერ ახლა მე დავიწყოთ ომის ამბები ძალიან საინტერესოა ომის ამბები ჯერ თავიდან ომში რო წახვედი ну აქ აღლიცინებულები იყვნენ რა რომ აი კობა ხაბაზი ომში ტროლები ისინი ძალიან აგდებული იყო კარიკატურად დაბეჭდეს და ესე ტექსტი იყო რომ კობა ხაბაზმა ტყვეთა აიყვანა 400 ვაგნერელი და კარიკატურა იყო ჩემი კარიკატურა იყო ჯერ რა თუნდაც ასვალობდნენ კარიკატურას პირდაპირ ფოტო დაედოთ რომელი ვაგნერელები იყავით და ტყვეთყავს აყვანი მაგრამ ნუ შემდეგ როცა ნახეთ რაღაც კარგები მაგრამ როცა შემდეგ რეალურად ჩავერთე და საბრძოლო მოქმედებებში და იმაში მე დამანიბესთავი უკვე და მიხვდე რომ ნამდვილად ვუმობდი მართლა ანუ რა უნდა კითხო იცი ახლა მაგალითად ხო ეხლა იქ ხო ჩხუბიც ხო უნდა იცოდე კობა რომ მიდიხარ ხო ომში ახლა მარტო არტილერია გასაგებია ნუ ახლა ის უნდა ისროლო მომბარა მაგალითად ჩხუბი რა იარაღ დანით უნდა იჩხუბოს სიტყვაზე გამომივიდა ახლა მეორე ხო და კახაბასილია ფიზიკური მომზადება რამდენად გახალისებ მაგრამ კახაბასილია იცით რა კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოსთან ჩამოსულია უკრაინაში და აკეთებს ძალიან მაგარ საქმეს კახა წვრთნის და მისი წვრთნის პროგრამა ეს ჩხუბი დანით აგრეთვე ტაქტიკასაც ოღონდ ტაქტიკას ასწავლიან თქვა ექსპერტები არის ამ თქვა სამხედროები დანიჩხუბს ისე ჩხუბს მოგერიებ და შემდეგ ასწავლის კახა და ესე კომბინირებული სწავლების პროგრამა აქვს და 2000-მდე ადამიანი გადაამზადეს უკრაინელები გადაამზადეს აი ამ იმაში გადამეკიდა კახა გინდა თუ არა დანიჩხუბი უნდა გასწავლო და რა ვიცი პირველი რეაქცია იყო გამახსენდა ერთ-ერთ ტრანსატლანტიკურ თვითმფრინავით როცა მიფრინავდი მომცეს სასტვენი რა თქმა სასტვენი მოვხდა თვითმფრინავი რომ ჩამოვარდებაო ზღვაშიო და ის ვქნაოდა რომ გადარჩებიო იქ მერე ზვიგენები არისო ის ზვიგენები რომ წამოვლენ შენ შესაჭმელად თუ ამას დაუსტვენო და igen დაფრთხებიან და გაიქცევიანო და უცებ წარმოვიდგინე ამ სვისტოგის იმეძევა თვითმფრინავი ჩამოვარდა რა ოკეანეს სამში ვიცნობი რაღაცა და ზვიგენი მოდის და ჩემი ნათელი წერტილია სასტვენი და რატომღაც დანაც გამახსენე ბიჭო ვეუბნები კახა ისა რა ქვია ისკანდერით და გვესროლეს ტანკმა გვესროლა გადაურჩი ისკანდერზე გადაურჩი და ბომბას გადაურჩი თვეამფრე მესროლეს გადაურჩი ავტომატი მესროლეს გადაურჩი და ამდანის იმედზე ვარ დარჩენილი ახლა ამდანით უნდა დამანებე თავი არ მინდა მეთქი რა ახლა გადაწყვიტა საქართველოში ნუ ახლა დევი ჭანკოტაძე ყველამ ვიცით რომ ერთ-ერთი არტილერისტია და გენერალი დევი ჭანკოტაძეს დაურეკა ისმენ ბატონო დევიო ეუბნება ხმამაღალი მაზე ჩართო აი კობა ხაბაზიო არ მიჯერებსო და მეუბნებაო დანი ჩხუბი არაფერში არ მჭირდებაო დევი მართალია კობაო დან არაფერში არ ჭირდება მაგასო ნუ რაღაცი გავხალისდი ახლა ნუ კაია დან არ მჭირდება და მოვიშორე კახა მგონია თავიდან არაო მაგას ჭირდება აუცილებლად უთხარი ორი თეთრი ზეწარიო რა თქმა თეთრი ზეწარი მეთქი ვკითხე გაიგონა მე ერთი კობაო დავალებაზე რომ წახვალ უნდა გააფინო ქვევითო იმიტომ რომ დაწვე და არ დაისვარო რა მეორე ზევიდან უნდა გადაიფარო რომ მოკდები კარგად გამოჩინებიო და აი ეს შავი ხუმრობა არის აი ერთი კითხვა მაქვს რა ეხა ომის ამბავი მაინტერესებს რა აი ეხა მაგალითად ხო აი შიში როდის ქრება აი ხო ჩადიხარ ხო და აი ფაქტიურად ძალიან დიდ ომში ხარ რა და აი როდის გიქრება შიში ახლა მაგალითად აი ბახმუტი რა ბახმუტში ვიყავით ყველაზე რთულ დღეებში როდესაც ქალაქის ნაწილი უკვე აღებული ჰქონდათ
ოკუპანტებს რუსებს და მეორე ნაწილიდან ვიგერიებდით. ეს ყველაზე რთული ორი თვე და ალბათ თუ რამე არის ესეთი აი მისტიური რაღაც სხვა სამყაროა იქ რა. ახსენე რა როგორი რა არის აი მაგალითად. რა გითხრა აი წარმოიდგინე გაქვს რაღაც დავალება შესასრულებელი. მოგცეს დავალება რაღაცას უნდა ესროლო ისა. ხარ რაღაც პოლიციაზე. ხომ არის გამოთქმა გამუდმებით ისვრიან, გამუდმებით არის პირობითი, ხომ? ხშირად ისვრიან ამის სანაცვლოდ ადამიანი ხშირად ამბობს, არა, მართლა გამუდმებით ისვრიან. ერთი წამი შუალედი არა, რაღაცა ფეთქდება გვერდზე. თქვა კორპუსი აფეთქდა, შენისროლე, შემდეგ მეორე გადაგიფრინა ჭურმა უკან დაეცა, შემდეგ თქვა ტყვეამფრთვემ ან ტანკმა რაღაცა მინები ჩალეცა შენ. ეს ერთი წამი მე ვერ ვიპოვე შუალედი 1-2 დამეთვალა რომ რაღაც გასროლის აფეთქების ან შენი ან მათი რომ არ ყოფილიყო და ეს არ გრძელდება 1 დღე ეს გრძელდება 2 თვეზე მეტი აი წარმოიდგინე სცენა ეს ყველაფერი გვერდზე კორპუსში ჩამოვიდგა რაღაცა და დავალება შეასრულე უკვე მიიღე ინფორმაცია ამის შესახებ და უნდა ჩახვიდე სანგარში ან სადმე სადაც ტალახი თოვლი სიცივე რაღაცა და მეორე არჩევანი გაქვს ნავტორცის ლულა ბევრი სროლისგან გახურებულია მეორე ჩაეხუტო ამ ლულას და გათვე დამჯერო 90% ვირჩევდით ლულას შევხუტებოდით ეს და გავუგავიყავით იმ წყალში და იმაში ჩასვლა. ასე რომ შიში ფაქტიურად გავიწყდება იქ. აი ახლა მოდი ესეც კითხვა მაგალითად თენდება დღე და როგორ იწყებთ სიტყვაზე ხო გადიხართ დავალება უნდა შეასრულოთ ხო და როგორ გეგმავთ სიტყვაზე რა აი სად არიან მაგალითად დაბანაკებულები მე რა ხდება ანუ მე სადღაცას მიდიხართ ხო იქიდან მე იწყებთ სიტყვაზე დაბომბვას მე ხა წარმოიდგინე ყოველთვის გავდივარ დავალებებზე დილით ადრე იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი სამიზნეები არის თქვა სანგარი სამეთაურო პუნქტები გამანაწილებელი პუნქტები ცოცხალი ძალა და შემდეგ და ვცდილობთ რომ დილას როდესაც ისინი ჯერ არ არიან მზად ჩვენი შეტევისთვის ამ დროისთვის ისა გვაძლევენ დავალებას გამანაწილებელი სამეთაურო პუნქტი უნდა გავანადგუროთ ხო მოგცეს ინფორმაცია რაღაცა შევარჩიეთ ადგილი ტყის მასივია ტყის მასივის აქეთ მინდორია და მინდორიდან ტყის მასივიდან მინდორის კუთხით უნდა დავდგეთ და ვისროლოთ ნავტორცნი დავიწყეთ ამოთხრა მე გაანგარიშებები დავიწყე იქ მე ძირითადად გაანგარიშებებს ვაკეთებდი ბუსოლზე ვიღაცა გამოვიდა გლეხი ტრაქტორით იქ დაიწყო ამ ჩვენი მინდორის ხნა ვეძახით და ანებე თავი და ხნა მინდორის ხნავს ამ ტრაქტორით ჩვენ გავჩეთ აწამებში უნდა მოვასწროთ ჩვენი ისა ნუ რაღაც ვეოდა არაო და სახნავი მაკეთი ისროლეთ თქვენო და ნუ რაღაც კაი ახლა დავალება შესასრულებელი ვისროლეთ მეუბნებით წამოდი ახლა გვესვრიან აგვიქნია ხელი გააგრძელა ხნა ჩვენ ჩქარჩქარა ჩავდეთ მანქანაში ვაშკაცები ვარ ხანდოს ქართველები როგორი ციუშიშრები რაღაცები და აგერ კაცი ხნავს ტრაქტორით დაადის ჩვენ უნდა შეგვაწუხა სინდისმა გავედით ამ მინდორის ბოლოში გავჩერდით მაგრამ ის ადგილი დაიბომბება სადაც ვესროლეს ჩამოვარდა სადაც ვიყავით იქაურობას ეცეც გამჩენი ისესროლეს თვისკნა ეს აგძელებს ხნას მეორე ისროლეს შუაში ჩამოვარდა ეს კიდევ გაი ბოლოში ახლა გასული ეს წარმოიდგინე მინდორი ახლა ერთი წუთით წარმოიდგინე მინდორი იბომბება აქ ჩამოვარდა ეს აქა ეს იქეთ წავიდა აქ ჩამოვარდა კაცი ხნას არაჩერეს აი ვასკაცები უთხრა რა თუა ვასკაცები საოცარი ხალხი არის რა საოცარი რაღაც საოცრებებს აკეთებდნენ ხშირად პირველ დღესვე როცა ჩავედი მაშინვე მივხვდი რომ ეს უკრაინელები ეს არის იმიტომ რომ როცა შენ ხედავ 80 წლის მოხუცი კაცი სილით ტომრით მიდის და სანგრებს ამაგრებს ამითი პატარა ბავშვოც ახედავ ქვები მოაქვს რომ იქ გააკეთოს თქვა სანგარიან რაღაც ისისკნას ხვდები რომ ეს ერი არ დამარცხდება გამორიცხული არა ესეთი ერის დამარცხება იმიტომ რომ ერი იბრძვის თავისუფლებისთვის ეს არის ერი იბრძვის ტერიტორიალობის და ერი იბრძვის იმისთვის რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს ნუ რა ვიცი აი პირველი დღეებიდანვე რაღაცა აი მაგალითად რა გენატრებოდა ყველაზე ძალიან ყველაზე უფრო გენატრებოდა ძილი ადამიანს აი ომის ის არის ეს ძილი სადაც მიეგდები გძინავს რა ეს პირდაპირ ავტომატურად გეძინება ეგრევე გეძინება ხო რა თქმა აი წარმოიდგინე რაღაცა ის დილის ხამე თითქმის არ გძინავს იმიტომ დილის 4 საათზე უკვე მიდიხარ დავალების შესასრულებლად 5-ზე უკვე რაღაც ისა მერე იცვლი პოლიციაც გადმოდიხარ მერე იქ ისა მერე ბუნდეი ბაზაზე უნდა გაწმინდო იარაღი ან მომდენო ისინი მოამზადო ჭურვები და ისინი ან შეიძლება სულ ვერ ჩამოხვიდე მთელი დღის განმავლობაში იმიტომ რომ ახალ-ახალი დავალებები მოგჩენ ახალ-ახალი
ობიექტებზე, თქვათ იმაზე სასრულად და ამავდროულად და ამიტომ გაქვს სადაც მიხვალ მიეგდები გძინავს. მოდი ხა გადმოვინაცვლოთ საქართველოში და მინდა გაიხსენო 2012 წლის პერიოდი. მოკლედ, ჩემი ბიოგრაფია ძალიან საინტერესო იმით არის, თუ ამ არტილერისტობას აღარ ჩავთვლით ახლა, იმის წინ იყო ესე. სკოლის დამთავრების შემდეგ ეროვნული მოძრაობა, მიტინგები, უბედურება, შიმშილობები, აქციები და ამავდროულად, ანუ ბიოგრაფიაში ვერ ვწერე ამ ყველაფერს, ხომ ახლა მიტინგებს ხომ არ ჩაწერე ბიოგრაფიაში. შემდეგ ვარდების რევოლუცია და ვარდების რევოლუციის შემდეგ იწყება და ეს ხდება პირველ 2000 როგორც კი ვარდების რევოლუცია მოხდა, ჯერ ვინიშნები, ხდები საქართველოს პარლამენტის წევრი, შემდეგ აჭარის უმაღლე აქედან წერ განცხადებას და აჭარაში ვიყრიკენ, ხდები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, იქედან დაახლოებით 2 კვირაში იმავე წელს ხდები აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, 6 თვის შემდეგ გადმოვყევარ თბილისში და ხდები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონალური სამსახურის უფროსი, 6 ცოტა ხნის შემდეგ ისე ხდები პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის სამსახურის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახურის უფროსი, შემდეგ ქობულეთში მაჟორიტარი გამონთავისუფლდა, ვიყრი კენჭს და ხდები ისე საქართველოს პარლამენტის წევრი. ესე გამოვიდა რომ ესე ჩემი ბიოგრაფია დაამთავრა სკოლა და ცარიელია და 2003-დან იწყება და ეს წელიწადში არის ეს ჩამონათვალი და სადაც არ უნდა შევავსო ესა ყველა მეუბნებიან გონი წლებში შეცდომა გაქვს იმო ყველაფერი წელიწადია ყველაფერი ჩამოიზამარა ისე მისასთან მშობა იყო რაღაც იმის პერიოდი ყველაზე ესე მახსენდება რა რაღაც აი ადმინისტრაციაში გადმომიყვანეს ახლა აი რატომ გამახსენდა იცი დღეს ჩამოვიარე წერეთელზე და აი ამ ხელა ქუჩა გადათხრილი არის და სულ 2 ადგილას ვნახე ერთი სადღაც შუაში რაღაც ორი რაღაცა ადამიანი მუშაობს რაღაც 2 ტექნიკა და ერთი ბოლოში კიდე რაღაცა ისა ამ დროს აი ვიგძენი რომ აი ის მენატრება ყველაზე უფრო ის აღშენებლობა მენატრება დღე დაღამ აი როგორი იყო მიშა ხიდი აქვს აი წარმოგიდგენთ რაღაც არის თქვა იუსტიციის სახლი ასაშენებელი ვიღაცა ეს არის ვიღაცა უნდა შეასრულოს ეს სამუშაო ხომ და ყველა გათვლებით ეს ჩაეტევა თქვათ 2 წელი ჭირდება ამის აშენებას რომ მივიდნენ მიშასთან და ეთქვენ 2 წელიწადში ავაშენებ მიშა გაუნახევრებდა 1 წელიწადში შემდეგ ისწავლეს შკუ ახლა ადმინისტრაციაში შიდა პოლიტიკა რომ ეხებოდა ზუსტად ესენი შემოდიოდა ჩემთან შემდეგ ისწავლეს აგენმაც შკუა და მივიდოდნენ და თუ აი 2 წელიწადში გასაკეთებელი 4 წელიწადში გავაკეთებ ეთყოდა 1-2 ჯერ მოისქნეს მიშა წამოაგეს და 4-ში არა 2-ო უთხრა და გახარე გამესამე და მაინც 1 წელს ეუბნებოდა მოკლედ თელი ფილოსოფია იყო რა აი ამ შემსრულებლების და მიშა შორის მათემატიკური ჭიდილი მიდიო მათემატიკის ციფრების ჭიდილი მიდიოდა ამას უნდა გაერტყა ის რამდენ შეუმცირებდა რომ იმ ვადაში ანუ ისინი სპეციალურად დიდი ვადებით მოდიოდნენ ხო კი რაღაცაში გაჭიმავდნენ რომ რაღაცა გადიდებული ვადებით რომ ის იმ 2 წელში და 2012 წელს შეეხება რა ვიცი ჩემთვის ყველაზე მძიმე არის იმიტომ რომ განცდა რომ საბედისწერო შეცდომას უშვებდით და იმ ძალიან ბევრს დავკარგავდით ამ წლების განმავლობაში და მე არ ფიქრობდი რომ ისინი მოდიოდნენ 1 და 2 წლით, იმიტომ რომ თუ არ მოგეწონება გადავირჩი. ხო, ეს ის არის, იმიტომ რომ მე ვიცი, როდესაც ერთ ადამიანს თუ არ მოგეწონება გადავირჩი. ქვეყანაზე ორჯერ მეტი ფული აქვს, ასეთი რეჟიმები და ამავდროულად ის არის კოლაბორანტი და იმართება სხვა ქვეყნიდან, ასეთი ადამიანი ძალიან ძნელი არის, ასეთ ხელისუფლება ეს არის ურთულესისა, იმიტომ რომ ერთდროულად გადის აქ ქვეყნის ყველაფერი პრობლემა ამ ასეთ ქვეყანაში, დემოკრატიულობა, თავისუფლება, აღშენებლობა და აშენება, ყველაფერი პრობლემები ხდება ასეთი მაშინ, ამიტომ ვიცოდი ისა თუმცა ზოგი ადამიანი გამორჩენაზე ფიქრობდა ერთ-ერთი რაიონიდან ახლა არ მინდა იმ ადამიანის მე ადამიანს ვიცნობ რომელსაც დათვლილი ჰქონდა ბიზნეს ფულიდან რამდენი შეხვდებოდა 25000 ხდებოდა რომ გაიყოფოდა საქართველოს მოსახლეობა მე მაგას ჩემ სახლის აილუსტრებს ხუბობდა 2 ადამიანი ვერ გაყვეს სწორად 10 მილიარდი ვერ გაყვეს მოსახლეობის რაოდენობა და ერთ-ერთი გინაღამ ჩემეს ბიზნესა ფულებს დაგვირიგეთ რამდენი მოგვიწევსო აი მაშინ ვიცი რომ თუდათაა საქმე მაგრამ იყო როგორი ტიპის ადამიანები ხა მომობდი ერთი ადამიანმა მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის ოფისში და გამოუცხადა ჩვენებს. ძმებო, არჩევნების მეორე დღესვე სუფრა გაშილი ჩემთან 200 კაცეო, მოდით ყველაო და უნდა გაკეიფოთო, ხომ იცით როგორ მიყვარხართ ნაცებიო და ასე შემდეგ რა.
და ვაგეთ არჩევნები. ვის ხასალი აშენი სუფრისთვის დანაპირს არ უხსნის არავის და აი ზიან ოფისში აი ეს. გონიათ ეს კაცი დაიბნა? აბარაკა. გაქანდა ქართული ოცნების ოფისში და ხომ ვიცოდი მოიგებდეთ 200 კაცს უფრა გაგიშალეთ აგერ გამზადებულია მოდით იგებდეთ კატასტროფა ისე საზაბოლოა ისინი მიუსხდნენ მაგრა იშუსტრა ისინი მიუსხდნენ მაგ სუფრა აი ხომ ვიცოდი მოიგებდე 200 კაცს უფრა გაგიშალეთ აგერ ჩიტის დიალაგლია მოდით ესე კობა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად აი მომენატრე ძალიან დიდი ხანია არ მინახიხა და გამიხარდა რომ მოხვედი და როგორ ნახე რა ახლა ძალიან დიდი მართლა რამდენი 10 წელია მე მგონი არ შევხედოთ ერთმანეთს თუ მე მეტია ერთადერთი რაზეც არ მიფიქრია იქ უკრაინაში ყოფნის პერიოდში თუ აქ ჩამოვიდოდი და შენთან მოვიდოდი ისევ გადაცემაში და აწი რა შეიძლება მისი ჩავინიშნავ იმედია საინტერესო ეპიზოდები ვიყურებენ უკრაინიდან აქედან მოვიკითხოთ კიდე ერთხელ მოვიკითხავ მართლა ყველას რა ვიცი ძალიან საოცარი ბიჭები არიან რა უმაგრესი ბიჭები არიან ყველას აქ გააზრებული რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება და ასეთი ბიჭები მაინც ააშენებენ მალე პროდასაულის სუფრა გაგვეშალოს რა იმ კაცს გაეშალოს ფინალი იმ კაცს გაეშალოს პროდასაულის აი იმ კაცმა ყველა არჩევნებზე გაშლის დარწმუნებული ვარ და მოდი მომავალში ყველა არჩევნისა პროდასაულის სუფრა ქონოდეს მომავალში მას ძალიან დიდი მადლობა კომახამას უკვე ჩვენი განაცემის თუ მადლობა დიდი მადლობა ფასობი ყო ვაგზელებს გადაცემას ახლა ვიდა სტუდიაში მოვიწვიო ნოდიკო ტატიშვილი ხამალების ბენდი ბრავო ხამალები ხო არიან მომღერლები თავიანთი ბენდები რო ყავს მე ყავს ხო ხდები და შენ შენ როგორც ყოველთვის ყველაზე წინ ხარ შოუ ბიზნესში ყველაზე ძალიან ყავს ხოლმე მომღერლები რომ იცი ჩემი ბენდი მყავს ხო არის ეგეთი შენი ბენდი დიდი მადლობა ნოდიკო რომ მოხვედი ძალიან საინტერესო თემა პირველად ხარ აქ და ძალიან კაი სტუდია გაქვს და ისედაც ხო როგორ მიყვარხარ და წარმატებები და წინსვლა ძალიან საინტერესო თემაზე მოვიწვიეთ ნოდიკო ტატიშვილი იმიტომ რომ მართლაც ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნოდიკოს მიანიჭა ექსტრაორდინალური ტალანტის სტატუსი. ანუ ეხლა ხო ხდები ეს ძალიან დიდი ამბავია რა, ანუ მისასალმებელი ამბავია, ანუ ბევრ ქართველს აქვს ხო არა? ბევრს არა, მაგრამ რამდენიმეს აქვს ნამდვილად დამსახურებულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ადამიანებს, წარჩინებულ ადამიანებს სახელოვნებო სფეროდან, სპორტის წარმომადგენლებიდან, ასევე მეცნიერებიდან. ანუ ეს რეალურად არის როგორი სტატუსი, იცი, აი ფაქტობრივად ძალიან მარტივად ხდები ამერიკის წევრი, ქვეყნის წევრი. და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ განიჭებენ ამ სტატუსთან ერთად მუდმივი ცხოვრების და მუშაობის უფლებას. და შენ რადგანაც ხარ ხა ჩემ შემთხვევაში არტისტი ვარ, მე შემიძლია ვიმუშაო იქაც, ვიმუშაო აქაც, ანუ ვიმღერო იქაც, გავმართო კონცერტები, მივიღო კასტინგებში მონაწილეობა. თან მე მჯერა რომ ამერიკა არის ოცნებების, აი ნამდვილი ოცნებების ასრულების ქვეყანა, არის ამერიკა, სადაც რა შეიძლება მოხდეს ანუ შეიძლება უცებ აი გაიარო ქუჩაში და ვიღაცამ დაგავლოს ხელი და წაგიყვანოს გადაგიღოს ჰოლივუდის ფილმში პირობითად რა ანუ საიდან სად მოხდები იქაც ვარ ამიტომაც მარ ბედნიერი და მინდა რომ ეს სტატუსი ღირსეულად ვატარო იმ ქვეყანაში რომელმაც ესეთი პატივი დამდო. როდის მიდიხარ და რა გაქვს დაგეგმილი პირობი? ეხლა მივდივარ ამერიკაში და 8 ოქტომბერს მაქვს სოლო კონცერტი ფილადელფიაში ქართველი ემიგრანტებისთვის ვერსალის კულტურის ცენტრი იქ და მოკლედ მღერი ფილადელფიაში. 8 ოქტომბერს ვიცი რომ ბევრი ხალხი იქნება, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამ კონცერტს. 11 ნოემბერს უკვე ვიმღერებ ნიუ-იორკში. ასევე ძალიან კარგ დარბაზში საკონცერტო სივრცე არის ირინას დენს აკადემია, მაგრამ ამ ცეკვის აკადემიას სტუდიას რა აქვს ძალიან კარგი საკონცერტო სივრცე, კულტურული, კარგი სცენით, კარგი აპარატურით, კარგი ჟღერადობით და ძალიან ბევრი ადამიანი ეტევა და მე ზუსტად ვიცი რომ ნიუ-იორკშიც ძალიან ბევრი ქართველი იქნება. მიმაქვს
განსაკუთრებულად არჩეული რეპერტუარი და მინდა რომ აი ჩემი რაღაც ნამდვილი სიმღერით მოვესიყვარულო, მოვეფერო და 1-2-3 საათი მოვწყვიტო იმ რუტინას, რასაც ქვია ემიგრანტობის რუტინა და გონია რომ გამომივიდა, იმიტომ რომ გამომსვლია მანამდე და ისეთი ემოციებით მოდივარ ხოლმე, თან ბედნიერი ხარ და თან ცოტა სევდა გაქვს რა კონცერტის მე რომ გიყვებიან ჩვენი ემიგრანტები თავის ისტორიებს ცოტა ისეთი არა მეოთხე ხო კი მე პირველად 2012-ში ვიყავი და იცი სად ვიცხოვრე სანდრა ბალოკის სახლში მართლა კი სანდრა გაქირავა თუ რა ღიური გაქირა მის მეგობრები ჩვენი მეგობრები არიან და ესე ამოყავით თავი ორ კვირაში რომ წამოვედი იქიდან მახსოვს რომ ცნემლები მომდიოდა აქ სახეზე იმიტომ რომ იცი როგორი ამბავია იქით გაიხედავდა ლედი გაგა და ტონი ბენეტი მღერის რადიო სიტი მიუზიკ ჰოლში აქეთ მაშინ საწყალი ნატალი კოლი ცოცხალი იყო და ნატალი კოლის კონცერტი იყო იქით ბლუ ნოუთში რენდი ბრეკერი უკრავს და შეგიძლია 40-50 $-ად როგორც ჩემთან უნდას უყურებ ესე დაждე უყურო და მოусმინო იქით მოკლედ ბრაიან ადამსის კონცერტზე შევედი და იუცებ ხო იცი 3 დღეში იყო კონცერტი ბილეთი ვიყიდე დავჯექი და მოусმინე იმ ჰიტებს რა ჰიტებზეც ფაქტობრივად გავიზარდე რა ხო და ნუ საოცარი ქვეყანაა თავისი ანუ მოწყობით და თავისი დემოკრატიით და რა არის ყველაზე მაგარი რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად რომ უცხოელი ხარ ხო ანუ ტურისტად ვიყავი მაშინ არ გძნობ თავს ტურისტად აი გონია რომ შენ ხარ დაცული ამ ქვეყნის რავი წევრი მოქალაქე მოკლედ ძალიან მაგარი ქვეყანაა და მიხარია ეს სტატუსი რომ აქვს სამბედნიერი ძალიან მაგარია რა მოსალოცი ამბავია ეცა უნდა კითხო ეხლა მაგალითად საქართველოში ხო აი ძალიან რთულია რა მოღვაწეობა ხო მაგალითად არის ციან ხოლმე ძირითადად უფრო აი ჰონორარებზე ვაჭრობა ხო იციან ნუ აი აი შემთხვევა ხარ რაღაც გამახსენდა აი ძალიან ისეთი თემა არის აი მეც მქონია ბევრი რომ რაღაცა იმებზე რომ გევაჭრებიან ხო გიყვარს ვაჭრობა ბაზარშიც არ ვაჭრობ არ მიყვარს ეს ვაჭრობა რა და ისედაც ჰონორარს ვამბობ ძალიან მოზომილს იმიტომ რომ ვიცი რა ქვეყანაში ცხოვრობ ხო აქ და უშუალოდ მილიონს ვერ მოითხოვ ან რაღაცა. ამიტომ ვიცი ჩემი ჰონორარი და ვითხოვ მოგზაურობ. ხო იცი რატო შემცხვა ერთხელ ძალიან ცუდი რაღაც დამემართა, მოკლედ დამირეკა ერთ-ერთი კორპორატიულის ორგანიზატორმა, რომ მე ვაკეთებ ამ ივენტს, მითხრა და მოკლედ რო იმღერო 5 სიმღერა თუ რაღაცა, არ მახსოვს რამდენი უთხარ, რაღაცა ჰონორარი უთხარი რა. თან მოგზალებულად რომ აი მეთქი რაღაც არ გაუწეწო, გაუფრთხილდე, იმანაც ისიამონოს, მეც ვისიამონო. მოგება ნახოს, ხო. თუმცა დამიწყო ვაჭრობა. აი მაშინ ამ ჰონორარში 7 იმღერე მითხრა. მოთხარი 7-ს ვერ მიმღერებ, აი 5. თან ახლა ეს რო არ ეთქვა, 8-საც ვიმღერებდი, მაგრამ აი ვაჭრობა რო და გაუფრაზდი გესმის. აი მაშინ თუ 7-ს ვერ იმღერებდი და უცებ ჩამოაკლო რა. მოკლედ მე ვაჭრა რა, ანუ 3 კონა ქინძი და ეს მე ძალიან შეიცვა რა. ანუ გაუბრასდი ძალიან და მე ვთხარი რომ მოკლედ მაგ დღეს აღარ მცალია თქო რა. და არ ვიმღერებ თქო მე ვთხარი და ეხა გავთიშე რა ტელეფონი და წერ ჩემ მეგობარს რა, ჩემ კოლეგას. ხო. წერო მეთქი ეს ვიღაცა აუტანელმა დამირეკა მე ვთხარი და აი თავი მე ვთხარი, აი მეგონა სადღაც არ ვიცი მე ვაჭრა, მე უზრდელია. აი თავი ვინ გონია რომ მე ვაჭრა და მე ხო არ ვევაჭრე და გავასწორე მიწასთან და გავაგზავნე. მგონია რომ ჩემი მეგობართან გავაგზავნე. და გავაგზავნე იმ ორგანიზატორთან, ვისაც ვამძღავ. რო გავაგზავნე და უცებ რომ ხო ციგი რო გინდა რომ მესიჯი გააჩერ. არის რო გააჩერ და რა ვერ გავაჩერე და ისე შემცხვა, ანუ აი მართლა ძალიან შემცხვა და მე უბრალოდ ზედ გაბრაზებულიყო ბოდიშს არ მოუხადე რა და ის არ გამოჩნდა რა თქმა უნდა. მიხვდა რომ ცუდად მოიქცა და მოკლედ ეგეთებიც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. კაია. ნოდიკო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვით მინდა წარმატებები გულით გისურვე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ ახლა. მე ძალიან მიყვარხარ პარტია. ძალიან დიდ პატივს გცემთ და მართლაც უნიჭერესი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. უფრო მეტ სიმსახურებ. მე ესე ვფიქრობ რა. ბოლოსკენ მინდა სიმღერა შეგვისურვო გადაცემაში. იმედია კიდე შეგვისურვებ ჩვენს გადაცემაში სიმღერას. წახვალ ხომ მოხვალ ისე ჩამოხვალ. ვერტყვის ხო ჩამოხვალ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი. ძირფას ტელემაყურებლო დღეს ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მანამდე მოусვიდოთ ნოდიკო ტატიშვილს.